ამით დიდი არაფერი დააკლდება მერაბს, უბრალოდ შესაძლებლობენი ზღვარი ნახა, შეეცადა ადამიანის ძალებს აღმატებოდა, ქამარი დაკარგა, თუმცა აპრილში დაიბრუნებს, ულაპარაკოდ მისცემენ სატიტულოს. ბუნებრივია, რაიდან მაგარიც არ უნდა იყო გამძლეობით, მაინც ყველაფერს სახვარი აქვს, ადამიანია და ამიტომ არასრულ 3 თვეში 2-10, 12 კილოს დაკლების ბრალი იყო ეს, მერაბი დაიღალა. ჯერ დაკლება და იმ ვიტამინებს ორგანიზმი მერე კვირეების განმავლობაში აბალანსებს, ფაქტიურად რამდენჯერაც ეს მის ორგანიზმმა დაიწყო, იმდენჯერ ხელახლა ამდენი კილო დაიკლო და გამოიფიტა, ამას დიდი პროფესორობა არ სჭირდება. დიდი ოზონი მაინც არ მოსწდება, როცა უმარი და ფიგურედო იჩხუბებენ, რომც მოიგოს უმარმა, რამადანის გასვლამდე არ იჩხუბებს, ამიტომ ისეც ხომ ეკუთვნის და მით უმეტეს ამ ფაქტის გამო სავარაუდოდ აპრილში ან მაისში ჩაიმიშნება მერაბის და იანის ბრძოლა. ტრილოგი გადაწყვეტს ჩემპიონს, რაც ავსის როგორც სცენარი იდეალურად აწყობს ისედაც, ასეთი აცენარებით გაიზარდა ეს ორგანიზაცია.